საღამო მშვიდობისა ბატონებო და მით უმეტეს ქალბატონებო, აი რადგან ანათრი კვირა დღე კი რას ამბობენ, რისი დღეაო, რა თქმა უნდა, ანეკდოტების შოუს დღე არის კვირა დღე, რა უნდა აკეთოს ხო? თუ არა ანეკდოტების შოუ და დღეს ყოფასობის გადაცემაში ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. უსაინტერესოესი კუთხიდან. ეს კუთხე ვინ არის, რომელია, რა თქმა უნდა, კახეთი და ჩვენი სტუმრები დღეს შოუში გახლავან კახეთის წარმომადგენლები, კერძოდ კი გურჯაანიდან, ესენი არიან გიორგი ფეიქრიშვილი, ანუ იგივე დევი და ლუკა ღორთლიშვილი. იგივე კოჩორიჩი. გიორგი ფეიქრიშვილი და ლუკა ღორთლიშვილი ნიჭიერი ქართველები არიან. თუმცა დღეს უნიჭო ქართველი სანთლით საძებარია. გიორგი და ლუკა გურჯაანელები არიან და თელავშიც არ მალავენ თავიანთ წარმოშობას. სიმღერების მოსმენა ორივეს უყვარს. ამიტომ ერთი რომღერის მეორე უსმენს და მეორე რომღერის პირველი უსმენს. ისინი ამბობენ, რომ კახეთის გული გურჯაანია. თუმცა კახეთის გული გურჯაანია თუ თელავი, ეს ჯერ გაერომაც ვერ გადაწყვიტა ზუსტად. მოკლედ დღეს კიდევ ერთი დერბი. ამჯერად გურჯაანული დერბი გელოდებათ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. თუ გინდათ რომ დღესაც ტკბილად დაგეძინოთ, ნუ გადარდავთ სხვა არხზე. გამარჯობა, ივარგი, გამარჯოს ლუკა. როგორ ახართ გიორგი და ლუკა? აი, ფრუტუნებს ძველი ზილივი. როგორ გესიამოვნებათ გიორგი და ლუკა, თქვა თუ ლუკა და გიორგი? თუ ორივე ერთდროულად. შესაკრებთაგან გიორგ, თუ როგორ ითქვა გიორგ ლუკ. ну მაგა დავამუღავებ. ფებრალი არ დაგვიძახოთ მარტო და არ აქვს მემწილობა. ანუ შენ ხარ კოჩორიჩი, გეტყობა კიდევაც და შენ დევი. დამეთყობა მე დევობისა არ ვიცი. შენ თუ დევი ხარ, მაშინ ჩემზე ითქმის ბაღ დევი. წესით ხო, მაგრამ მე ბაღ დევს არ მიძახიან, ბაღ ჩაინიკას მეძახიან. აჰა. რატომღაც, ხო? როგორ განწყობაზე ხართ, ჯერ ის მითხარი. იდეალურ განწყობაზე. რატომღაც მეგონა რომ შენ ლუკა შეიარაღებული თუ მოხვიდოდი. მე იარაღი სულ ყოველთვის თანდამ აქვს. თან ისიც ვიცი რომ შენ იარაღის ტარების უფლებაც გააქვს. რა თქმა უნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ის გაქვს, რა ქვია, საბუთი, რომ შეგიძლია იარო იარაღი, ხო? კი ბატონო. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. შორის ჩემი განსაკუთრებული იარაღი გამაჩნია, რომელშიც არც ერთი არანაირი ქარხნული ვაზნა არ მიდის, ეს ჩემი იარაღისთვის მზადდება მარტო ეს ვაზნები და მე თონვე ვამუშავებ. ძალიანაც კარგიანაცო, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ. ჭიერია. კარგი, აბა კიდე რას გეტყვით? თქვენზე რა ახლა უფრო გაიგონ მაყურებლებმა, აბა ვინ არიან ეს ლამაზი, კარგი ახალგაზრდა ბიჭები? მოკლედ პატარა ხარ. პატარისა სიტყვაო პირველიო და ჩვენ დავიბადეთ, გავიზარდეთ გურჯაანში. ხა დედამიწა რო შეიქმნა, მაქედან ხო არ დავიწყებ თლათ, მაგრამ ბავშვობიდან მოვდივართ სიმღერით ანსამბლი გურჯაანის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანის მომღერლები გახლავართ. ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი მოვიკითხავ აქედან. შემდეგ ჩვენმა გიორგიმ განაგრძო უკვე თვითონ დაასახელებს და იტყვის უკვე რა სფეროში წავიდა და მე დღესაც მომღერალი გახლავართ უკვე დიდი თაობისა, მოქმედი მომღერალი ანსამბლი გურჯაანისა. ძალიან კარგი. ესე აშით დავაჯილდოვოთ შეიძლება. ძალიან კარგი, რომ გაგვაცანი ლუკა თქვენი ორეული შესანიშნავი. წინასწარ გული მიგზნობს რომ შესანიშნავი იუმორი გექნება დღეს ზოგადად მე პირადად გურული და კახური იუმორი ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ იმერელი ვარ. ანუ ვერ გამაკვირვებს ვერავინ იუმორით, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ზოგადად ქართული იუმორი მიყვარს, ქართული მიყვარს ყველაფერი.
ხო და თქვენ არ გიკვირთ ახლა დღეს ორი ფილარმონია გურჯაანელი რო ხარ სტუმრად და არა ამ გადაცემის სამყარო რო სინამდვილეში კახელია და თანაც თელაველი ოღონდ ის არის ფიქრობ ახლა რომ პატან თავი აგვარიდაო გურჯაანელებს არა გას ეგ არის ფიქრობ ხუმე რა თქმა უნდა თორე კარგი იქნებოდა სამი კახელი შოუში მაგრამ ახლა ძალიან ის გამოვიდა და მე გაწოდა ცოტა გაწონასწორება ხონდა იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის კარგი წეგან შენი იერაღი ვახსენეთ და სად არის აბა აი ეს არის ჩემი განსაკუთრებული იერაღი რომელზეც წეგან ვსაუბრობდი ხო აი რაღაცზე გეუბნებოდი ხო გაქვს მაგისტარების უფლება კი რა თქმა უნდა ანუ ვერ გაგაჩერებს ქუჩაში ვერავინ და ვერავინ ვერ მეკარება მაშინ სანამ თამაშზე გადავიდოდეთ უშუალოდ მეც ახლა მაინც იმერულად ხო ვიცი რომ იმღერებ მაგრამ მაინც კითხავ მაინც ხო არ გიმღერებ რამეს სანამ რომ მაყურებელიც განწყობაზე იყოს მეც განწყობაზე მომიყვანო და რამე შეგვისრულე აქვე შენი იარაღით რა კი იარაღით თან დავდივარ თან ვისვრი ხოლმე რა და ოდნავ ერთი გავისვრი მაშინ და ხლა ეგრე არ გაისრულო რომ ჩემ მოსაყოლით შენ მოგიწევი მოყოლა აი თავი არ არის მარტო კარგი ნაცვალეთ კარგი სოფლის ბოლოში ღელეზე ერთი პატარა ხიდია ამ ხიდით ჩვენთან მოდიან ამ ხიდით ჩვენგან მიდიან ამ ხიდით ჩვენთან მოდიან ამ ხიდით ჩვენგან მიდიან ხვალ მივდივარ ალაზანაზე რა ხანია ვაპირებოდი უნდა ვნახო ალაზანი მისი თურფანაპირები მომენატრა მისი ჭალა მადლიანი სანაპირო შორს წასვლარ დაგჭირდება იქვე ნახავ სანადირო მომენატრა მისი ჭალა მადლიანი სანაპირო შორს წასვლარ დაგჭირდება იქვე ნახავ სანადირო ფერს გადადგამ იქ ხოხობიალის ფერი აფრინდება რა კარგია ფრენასთან როცა თოფი გავარდება დედალი რომ აფრინდება გაიყოლებს უკან მამლებს მამალი კი წითელ ბოლოს სისარტყელას გადავლებს დედალი რომ აფრინდება გაიყოლებს უკან მამლებს მამალი კი წითელ ბოლოს სისარტყელას გადავლებს სალაღობი ვერხვის ფოთლებს გრიტნიც იამბორებია რა ლამაზი ფრინველია ყველა თანატოლებია წყალში თევზი ხვიბატი დათამანი გონოლებია ტურფაველი ალაზნისად კბილად მოსაგონებია წყალში თევზი ხვიბატი და თამანი გონოლებია ტურფაველი ალაზნისა კბილა და მოსაგონებია გენაცვალეთ კახელებს ძალიან კარგი მზად ხართ ხო შრომისა და თავდაცვისათვის ანუ თამაში ხო ხარ მზად ბატონო ძალიან კარგი მაშინ დავიწყოთ თამაში რომელი დაიწყებთ პირველი რომელი გარისკავთ ეგრე რომ ვთქვა ეხლა სპატარისა ხელი მანდ უნდა გადაუსვათ და ამოგივათ
შესაბამისი კატეგორია. შეხსენება გინდა თამაშის წესები, 3 რაუნდია, ამოგივათ კატეგორიები და შესაბამისად ამ კატეგორიის მიხედვით უნდა მოყვეთ ანეკდოტები. აბა გავუსვა. მეც არ ვიცი წესები, ახლა თქვენთან ერთად ვიხსენებ. აბა რა მოგივა ლუკა. ოჯახი. დაოჯახებული ხარ ესე? არა. აი რა ეს რაღაცა ისა ბედის ირონია დაუოჯახებელია და ოჯახი. ანუ მიგანიშნა მაღლიდანაც ჩვენთან ოჯახს რა როგორი მინიშნება მეც დაოჯახებელია. დაოჯახთიო რა. ოჯახზე იმდენი ანეკდოტები მოხდა და იმდენი ამბები მოხდა, რომ ფიზიკურად აღარ მინდა დაოჯახება, რომ მეც იგივეები არ მინდა რომ გადამხდეს, კაცოა. კარგი მიზეზია, კარგი, უпроსტად კარგი არგუმენტია. მეც ვწოდნოდა ეგ სანამ დაოჯახდებოდი. მოკლედ დავიწყებ ესე. ესე იგი შუა კახეთია. დაქორწინდნენ ახალგაზრდა წყვილი. გაგანია სიცხეა უბედურება კაცო, ეხლა ფანჯრები ღია, ყველაფერი ისმის ეხლა და გოგოს მშობლების ოჯახში არიან რა, ეს სიძე პატარძალი და მაღლა მეორე სართულზე მოისვენეს. დაბლა იმ ოთახის დაბლა ამ გოგოს დედმამას ძინავს. ხოდა ეხლა ახალ დაქორწინებულები არიან რა უნდა გააკეთონ კაცო ეხლა საქმე შეუდგნენ რა. ხო, ჯოკერ ხო არ ითამაშებენ და ანუ ჯოკერს არ თამაშობენ. არა. ესე იგი ნამდვილ საქმეზე გადავიდნენ ესე იგი და მიდის ეხლა გნიასი გაუდით კაცო ერთი მეორე ანგრევენს უყველაფერს რავი რამის არია პოლი ჩამაინგრეი დაბლა და ესე იგი ეს ვიძამთ უკვე მშობლებს რომ ესმით ეხლა ხმა კაცო და ეს ქმარი ეუნება ეს мама ეუბნება დედაკაცს რომ ჯო რა საიშვებიანო კაცო რა ხდებაო რავი აბა აი წეკრე და დედაკაცო შეენაცვლე თორე მოგვიკლა ბალღიო მე ეგ ანეკდოტი ვიცოდი მაგრამ ნუ თავისთავად ახლა ბოლომდე გისმენდი აი მაინტერესებდა შენ მოყოლაში ახლა ყველა ხო თავისთავად კარგად მოყევი ძალიან კარგად მოყევი და თან შენი მოყოლით განსაზღვრე რა დონის ის იყო გაჩაღებული იქ ჯოკერის თამაში ბწყალებში ხო ესე შენ ახლა ისე მოყევი რომ ლაითად თამაშობდნენ ჯოკერს მაგრამ ამას მაინც შეეწოდა ახლა ბოლო პარტიაში კარგია ჩაგეთვალა რა აბა გიორგი ახლა შენჯერია ოჯახს გამიმეტე მაინც შენ როგორ ახარ დაოჯახებული ხარ შენ? მეც დასაოჯახებელი და ეს ისე მინიშნება ანუ ორ მაგი მეთქი ძალიან ხო წეგან მაგას მეუნა მაგას ვიზახდი მეც მაგრამ ეხლა ამი მე უკვე აღარ მინდა მოყოლა რომ მე ხო და ანუ შენ არ გინდა რომ სიმამრი ანერვიულო მე ხო სიმამრი არა და ყველაზე კარგი ნაცისავია ცოლი მხრიდან შვილს სიდად გიამსო აი მაგაზე კარგი რა უნდა იყო აი კახელი მეც ის არის ოჯახი კაცო ოჯახი საქმნა ჩვენებურმა ერთმა ჯიგარმა და პირველად მესმის მოდიშ გაწყვეტინე პირველად მესმის კახელისგან ესეთი ცოტა მაღალსართულიანი სიტყვები არა უშავს პირველი ვიყო ავიდან არა და ოჯახი საქმნა კაცო ჩვენთან იქ ერთ-ერთ სოფელში ოჯახი ბალღია რამე და აბა ჩაიარა ქორწილმა, ყველაფერმა მშვიდად როგორც ხდება ხოლმე რამე და დავთავარი იყო თებში გატეხე, ადვილად გატეხე, ეხლა მე ეს არ ჩავაგრიო ხა და მოვიდა რა ის დრო, უნდა არ უნდა გამოშტოფო, გოგო, მაგრამ როგორ ეხლა პირველი ის არის და თბილისელი გოგოა და ესე გაიხადა ამ კაცმა სულ ყველაფერი დაწვა და მოდი დეგდეო ეგრე ეძახის, ლუგინში დეგდეო და ეს ეგრე დგას არკეთენ და იცი თუ რა არის, სორო აი ბიუს გალტერს ვერ ვიხდიო, ეუბნება შენ მოდი დეგდეო და ჯორო დაუდგები უკნიდანო ლაგამ ვაგდებინე პირიდან შენ მაგერ ვერ გახსოვს შენ როგორ აი ეს ოჯახი გაქნა იყო აი ვაქს კიდე რამე ამაზე ოჯახზე აი ოჯახზე ერთი კიდე ერთ-ერთ სოფელში მოხდა კახეთს კი ეკუთვნის ეს სოფელი მაგრამ იქ კახელები არა ცხოვრობენ ანუ სხვა ის შემადგენლობაში ჩვენი მაგრამ ძირითადად სხვები ცხოვრობენ და გამოვიდა გარეთ ერთი ბიჭაზე ისა და მაიტაო ეგრე იძახიანო რომ ლამას თოლება ბორიასო
კარგი ცოლი ყავ. ხო და შამახვედრით მაგაცო რა ერთი ეს ძალიან მეკალთანე კაცი არის. მე ტაქსი შოფერი როგორი უნდა იყო ახლა. ხო და შამახვედრი ამ კაცს დაეუნა რომ ერთ სათხო არის მაგ შენთან, ეგეთი რამე და მაიტო ერთხელო რა ცოლები გავცვალოთ ცოლები გავცვალოთ აბა მთელი ამბავი შენ გიჟი ხო არა ხარ და საცემლად ისა და რა იყო კაცო ეგრე რადგანიერვი ულდი განა ორივე მე ერთი შე და ერთი მე აბა რა იყო შეგას ორივე სხვა რა ხო ერთი მე კაცო რა ვიცი კარგია აბა ახლა შენ აირჩიე გიორგი კატეგორია ნახოთ რა არ გადაიწერო არაფერი ნუ მიყურე აბა ერე აბა ნახოთ ვაიმე ოღონდეს არა ახელებია მოიდა ახელებია მოიდა დაიწყე დავიწყო გას მაგრამ უნდა ეკნა არა ვიზა მე პირა საქმე გვაქვს ეხლა ძველი დროა ძველი დრო რას ვეძახი კაცო ეს ახლა ძველი დრო თუ ადრე ადრინდელი ძველი დროა და წონორი ბაზრობაზე წნორში დიდ ბაზრობაზე აქედან ჩატანილი კაც ღუმელი ეხლა ანეკდოტში ფეჩი ქვია თავისი მე ფეჩი თქვი მილები ტრუბები ყველაფერი და წაღებულია კიდე ახალი ბიზნესი შემაიღო აი შუშუტი როგორ აი პატარა მილი ბავშვებს ბანცერა ჩააყოფინებენ ხოლმე რომ აფსვეინებენ შუშუტი ქვია შუშუტი ხო ეგრე ქვია ბავშვებს ბანცერა ჩააყოფინებენ აი ასაკში შესული 40-45 წლის ქალბატონი მივიდა და ვაიმე გერაცვალო ბალღით ვინ ეძებე შუშუტო აი ეგრე ეუბნება რომ ხანაო ეხლა რა ვიშიქ ჩავსმაიო ხან ბალღი ტირისო ვერა ვიყვანიო შუშუტიო და აი ქალბატონო სუა შუშუტებიაო სუ ერთიო კარგიო არა რაღაცა ვერ მამდის თვალში ეხლა ეს ბალღი კარგა ექნებაო აბა ეხლა და ეკაცმა რა ეძებს სადუ მააზობო ეკაცო ბალღი იქა და ქალბატონო მამის მინე რა გითხრაო ბალღი თვით თუ გინდა ერთი ზომაა და შენ თვით თუ გინდა აგე ფეჭიყელი წაიღე მაშინ აი ტრუბა რა ისემს აგრემს შენი იყო ეგ ფეჭიყელიო და გამობრუნდა ეგ ხალი წამოვიდა ანუ ეგრე რო თქვა ხა ძველებური ძველებური დროულად ანუ ჟოლოფი წაიღეო ფეჭის ჟოლოფიო ხო ჟოლოფი წაიღე შენ თვით თუ გინდაო და ეს ბალღი ზომაო რა შემაღონე აი გენაცვალე აბა ლუკა აბა ახელებს გეცოდინე მაგრამ ნაყოფი ხო ახელებს უკახელებზე არ ვიცით კაცო უმეტესწილად მაგრამ აბა გენაცვალე ეს ოჯახშეც წავიდოდა მაგრამ კახელია მაინც რა ეხლა დინჯი კახელია ეხლა ის ფიცხი გუნება არა აქვს როგორც მაგალითად მეგრელს და იმერელს რა და ბავშვის ნათლობისა მეორე დღე აქვს სუფრაზე შედან კაცოდა ეხლა ეს ბავშვი უდგეგრძელოს რომ აბა გაუმარჯოსო დაგილოცავთო აკეთო დასახელოვანი კაცი გამოვიდე რამე და რაღაცა და ხო და ეხლა ადგა ეს ეხლა და ეგრე ადგა და თავისი მეუღლეც გვერდზე უდგა რა სამადლობელს იხდიან კაცო მადლობაო დღეგრძელობისთვისო გენაცვალოთ ჩემი თავიო იცოცხლეთო გაიხარეთო აგეო თანაო აგე ეკლესიური სახელი დავარქვითო აგე ოზევითო გიორგის ეგრე წეკრა და გოგო ბალღრა დავარქვით დავიწყდა სახელი და გრაფინკი თუ ხამენ ამ დროი ღვინოე ორ წუთში და ეგრე დაუსხე ღვინო და ეს გუშინდელი კაცი თელი არა ეგ კარგა გახსოვს ხა აი თიამები ფარებ დავაყოლებ ესე იგი კახელებზე მოვყევით ოჯახზე მოვყევით ანუ მოვჭით ხო პირველ რაუნდს კი ბატონო კარგი მაშინ მე შევაფასებ პირველ რაუნდს და მაინც საქართველო კი ვართ მაგრამ ჯორჯია გიორგიას გვეძახიან და მოდი 50 ლარს მე გადავცემ გიორგი შენ გადმოწე პირველ რაუნდს 50 ლარს მაგრამ შენ გული არ გაიტეხო არა დამსახურებულია შენ გული არ გაიტეხო მაიცა მაგალითად სამი დღეა ამივალი მაქვს 50 ლარი და ამა ის უნდქე ახლა იგივე შოვდე ხო და მე შემდეგი თუ მომიგეთ ჩემ მაქანი თავად სხვათა შორის ჩამოსულები გას შენ ჩამისხამ კი ბატონო აი ეგრე არ არის პრობლემა ხო და ვიცოდი მე შენ მაგის 50 ლარი რო გქონდა და მაგიტომაც იმან ფორა მოგცა ანუ მოგცა საშუალება რომ შენ უკეთესად მოგიყოლა პირველ რაუნდში და აი ახლა უკვე მიდის თანაბარი ბატონო თანაბარი ისა ეხლა დავიწყე სიტუაციიდან ნულიდან იწყებ ჩათვალე
აბა მეორე რაუნდში ახლა შენ აირჩიე ჯერ აბა მიიღე ლუკა აბა გავუსვათ ლუკა რაც არაჯერია ის რომ მოგივიდე მე რაც აიშვილე როზილირული ვითატრიალებს რო გახედე მეგრელებიო ოხ მეგრელები ახლა მაინც ქართველები ვართ, მაგრამ სხვა კუთხეებთან შედარებით ახლა კახელები და მეგრელები ვერ ეძოვენ ამათი წვრები ერთად. კასთან შედარებით? სხვა კუთხეებთან შედარებით კახელებისა და მეგრელების თხები ვერ ეძოვენ და სულ კვენავთ ხოლმე ერთი მეორე. როგორ მოძოვე შვილო, საცად ხაუნად დადგე, ყველგან ვირი ჭამს რაღაც. მოძოვე. ხო და ანუ შენ ამბობ, რომ მეგრელები და კახელები ერთმანეთს კვენენ ხოლმე ამას ამბობ? კი ბატონო. უფრო კახელები. ხო და ესე იგი მაგრამ ამის და მიუხედავად მეგობრობა მაინც არის ხოლმე რა მეგრელებს. ბატაშორის სანამ დაიწყებ ანეკდოტს მოყოლას, მანამდე უფრო კარგად გაიხსენებ, სულ პირველად 1000 დავადებულიც არ იქნებოდით 1992 თუ რა რამდენი ხნის ყოფილი ვარ, ხო? ხო და 92 წელს ვარ კახეთში რა ექსკურსიაზე. ხო და აღარ მახსოვს, მე მგონი გურჯაანში ვიყავი იმ დღეს თუ თელავში აღარ მახსოვს და ნუ ყოველ შემთხვევაში მახსოვს ის ამბავი რომ მორჩება მე მერე გეტყვი გამოვედით ბიჭები გარეთ ექსკურსია და რაღაცას ვეძებდით ღვინოს საყიდად თუ რაღაც და იქ ბირჟაზე კახელები მეგონა სუყლა და ერთ-ერთი რომელიც ყველაზე მაგარი აქტიურია რა სუფთა კახური კილოთი რა ესა მოჯოშენა ის არას ანუ მე ახლა არ ვიცი რამდენად გამომდის კახური დიალექტი მაგრამ ეგრე საუბრობს რა ესა მოჯო ეგრე ვაი ბიჭი ჩამოთრეულო შენ რა უნდა გვასწავლო მეგრელმა კაცმა თუ მეგრელი ყოფილა ის და დასიზებული ყოფილა იქ და წარმოიდგინე ახლა ასე კი არა რა ესა მაგაცა ჟენ ასე კი არა ლაპარაკობს სუფთა კახური და თან იუმორიც ახლა მეგრული იუმორის კიდე სხვა არის და კახური იუმორი სხვა და ამას შერწყმული ქონდა კახური მეგრული და იმაზე გამახსენდა ახლა რომ დაპირისპირება კი არა ძალიან დიდი სიყვარული დავინახე იმ წუთში მაშინ გამახსენდა მეგრელებსა და კახელებს შორის და ზოგადად საქართველოში სიყვარული არ მოგვიშალოს ღმერთმა. აბა ახლა გისმენთ. ესე იგი მეგრელი და კახელი ხო დაქორწინდნენ კაცო და ეხლა ამათი მშობლები ის არის უკვე კაი ხანი გავიდა რაღაცა ძეობა აქვთ რა და ბიჭი არის მეგრელი. იქ არის გათხოვილი გოგო კაცო. გოგოა მეგრელი? გოგოა კახელი და ბიჭი არის მეგრელი და. ხო. იქ არიან რა სამეგრელოში ახლა წაიყვანე კახელი გოგოა ეგეთი რაღაცა სამარგალოში იქა ეგრე და ო და ესე იგი ძეობა აქვს და დაუძახეს ახლა დედმამას კაცო ძახლები ახლა შაიგრიბნენ კაცო რაღაცა რომ პური ჩაჭამონ რაღაცა ადგილგზელონი ბალღი კაცო ვიწრო წრეში მაგრამ მაინც ადგილგზელონი ო და ეხლა ჩვენ რო ვიცით რომ ეხლა იხაშლამა და მწვადი და ყაურმა და ჩაკაფული და რაღაცა და იქ სად არის კაცო ღომი ელარჯი აი რაღაცა და მივიდა და დასხდნენ ეხლა და ეს მეგრელი მძახალია უნება ღომი გადაიღე ჯიმა ღომი ხო და ხო კარგია ხო მოგეწონა ხო კარგია სიგარეტ ჩასაკრობად კარგია კარგია სიგარეტ ჩასაკრობად აი შეცულო შენა მიუგო ენამოსებულმა ახალმა კი ბატონო დინჯმა კახელი სავარაუდოდ ის მეორეც იქ ახალ ჩავიდა არც მეგრელები ესე იგი ასე გამიმეტე ჯერ პირველ რიგში მოკითხო მინდა ჩვენ მეგრელ ძმებს უთხრა ბევრი მეგობარი ყავს ძალიან მეგრელი ეს არის ხუმრობა არანაირი არაფერი და ერთი კაი გამახსენდა მეგრელებზე რომ წარ გამხსენდებოდა აგე გამიმეტა გამზდელის არ იყო აკაკის იმისა და ეხლა მე რო ყვევი ესეც ქორწილის ამბავია კახელი მეგრელი იყო ამ ეტაპზე უკვე გოგოა მეგრელი და ბიჭი არის კახელი აბა ქორწილი ყველაფერი მთელი ამბავი და ხომ იცითო რომ სამზახლო რომ ერთ კვირაშიო ჩვენო აკეთებთო იქ სუფრასო და ეხლა ჩვენო გაგიპატიჟოთო იქითო რაზეა გეცვესო ანუ ბიჭია მეგრელი ეხლა კი ბატონო ბიჭია მეგრელი და აქ არის ქორწილი რომ კახეთში მაინც სხვა ხიბლია ქორწილო და აქ არის და ეს სამზახლო ჩავიდა კაცო სამზახლო ჩავიდა და ერთი ფორდი ხალხია ჩასულები აი სულ ხორცჭამია ხალხი არიან ჩასულები რა ესე იგი აი ძვლითებში რომ ჩამაატარებენ ძვლითებში ეგრე რო ისიც რო არა აქვს რომ აი ჯიშენი ხალხი აი ესეც იმ ძველ დროში
აბა პურიშია ჩასულები არიან ამ ხელაგზაზე არიან ჩასულები იყურებიან აქეთ იქით აქეთ ხალხი მოძრაობს იქ ესალმებიან გამარჯობათ კენაცვალე გამარჯობათ და ერთი სული აქ დასხდნენ კაცო აღარ შეუვლიათ რაკნა და უცბად თვალი გაარტყა ერთმა კახელმა რომ აირე სეფის უკან ზედადგარი დგა ქვაბები ალაგია აბა გემრიელი ისმიდის მზადება მიდის და გაიხედა და პირველი რაც დაინახა ღომი თუხთუხებს აი დიდი ხაშლამი ქვაბში თუხთუხებს ღომი აიგერე და აერე გაიხედა და მეორე მხარე გაიგერა ბიჯო ეო მე მგონი გენაცო ჩვენ საშველი არ არის აბა გაიხედეო ამაჯერ ბურვაკებით უნდა რო ჭმევნია ჭოროდის უნდა მოგხედონ ვერაფერი ვეღარ გავიგებია ანუ ჯერ წერან თქვით რომ ისაო რა ქვია მაგრად არიან ერთმანეთსა და ორივე მაგრად უგბინეთ მეგრულ პურბა არა ხუმრობ მე საერთოდ მაგრამ ამ დროს მე თუ მკითხავ და ახლებმა იცით ღმერთმა მოგცეთ აი უხვა არა მეგრელებმაც მაგრამ მეგრელებმა ძმაო მე პირადად მეგრული სუფრა არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ იქეთ მხარეში ვარ გაზრდილი იდეალურია აფხაზეთში მე იმერელი კაცი ვარ აფხაზეთში გაზრდილი მართალია წარმოშობით კახელი ვარ მაგრამ აფხაზეთში ვარ გაზრდილი და ვიცი მეგრული ადათი წესი და სხვადასხვა მე პირადად იმერელ კაცს მეგრელები მიმაჩნია ყველაზე თვითონაც ამობენ რუსულად ოღონდ ვიში სორტ გრუზინაო და პურმარლიც ეგეთი აქვს ამასაც რა უნდა ხუმრობით ამბობ არა პურმარლო მაგალითია ამას მართლა ვარ ვიცი რომ იხუმრეთ იციან კარგი აბახლას მაგრამ ერთ ახლა შემდა დამატებდი იციან მეგრელებმა პურიჭამა რამეს ყველაფერი კი ბატონო მაგრამ აი პაპა ჩემი რო დამისვამდა ხოლმე ეგრე მუხლიძირაე დაჯეშვილო დაჯეო სუფრაზე რო დამისვამდა აი იმას უყურებო სუფრაზე თუ ლეში არ არისო ის სუფრა არ არის ხოცი რა იმდა სუფრაზე თავი მეგრელებზე ეგრე გავიზარდეთ ჩვენ რა გამახსენდა და მე ოღონდ ეს ორივე მეგრელი არიან ამ შემთხვევაში მოვალე 2-3 თვე არ აძლევს ფულს და ერთ კვირაში უნდა მიეტანა როგორც ხდება ხოლმე კაცო და უგვიანებს და დილით დაიჭირა ბაზარში აი კარგიო რა შეცხვილი არა გაქვს კაცო რა იქნება მეც მჭირდებაო ეს ფულიო და რა მე მიშველო და მეც ხო მაგ ჩემი ოჯახიო და ერთი კვირა დამაცადეო და მოგცემ აუცილებლადო მან ქნები მან გასაყიდი აუცილებლად მოგცემო ეუბნა კარგი აი შვილებს გეფიცებიო ვინ არის მიმცემი რის მიმცემი რა ფული რის ფული კაცო და 2-3 კვირაში კიდე შეხვლერით მაგრამ ბედი არ გინდა ო და კარგიო რა არაფერს არ გეუბნევიო ფული არ მოგაქვს არ მაძლეო აი რა შვილებს რაღაცზე იფიცებით ყვილად კაცო შემოძმაო შენ უფულობა თქვი თორე ისეთი შვილების დედა არ ორი დაფიცება ვერ აიტანა აი მე ის ძალიან მოკლეს ხარტულა ერთ-ერთი გამახსენდა მეგრელებს რო კითხავენ ესა გურული ჯანდებით პირიქით მეგრელი გურულებს და იმათ შორის მეგრელებს შორის არის რაღაც მსგავსი რაც თქვენსა ანუ გურჯანელებსა და თელაველებს შორის ვითომ ისა რა ქვია ვითომ შეიძლება ჩვენ უკვე კაცობი კარგი ახლა ვისი ჯერია კატეგორიის არჩევის შენი მგონი ხო გიორგი შენ ჯერია აბა ავირჩიოთ კატეგორია აღარ მახსოვს სოლო კონცერტი გაგედაცვა მე ხო სოლისტობამ ჩალი გაიწი იქით აი ეს ფერკაც ავტომობილი მანქანისა წაყვანამი არ ვიცი მოწმობა მე არა მაქვს მართვისა და ანეკდოტი კიდე ვიცი ანეკდოტი აბა ისე ვერც მოწმობას ვერ აიღებ თუ ანეკდოტი არ იცი და ვერც მანქანას ვერ იყიდე აუცილებელი ანეკდოტი ახლა ახალი ის დაამატეს მუხლი რო თუ გინდა რომ ავტო და არც განბაჟების უფლებასაც არ მოგცემენ თუ ანეკდოტი არ მოუყევი რამე ავტომობილზე რასო თუ კი ანეკდოტი ხდება მე ჩემი შეიძლება არ დაიჯეროთ თქვენ თორე და ჩემი უფროსი ძმაკაცის გეგე სულხანიშვილს კითხეთ და ის დაგაკვალიანებთ ყველაფერს რაზე რა ანეკდოტი უნდა იცოდეთ უნდა შევეკითხოთ აბა დაიწყე ავტომობილები რა რთულია და რა კარგია გამახსენდა ახლა ერთი ანეკდოტი ავტომობილებზე სხვა რა გზა იყო აი უმანქანობა ის პერიოდია რა აი ავტომობილებიც აი იშვიათი თუ რაღაცა იშვიათი და საერთოდ ტაქსი ნიშანით რომ დაინახო ავტომობილი კიდე საერთოდ ყველ ის არის და
კახეთში ის ჩვენთან კაცო ბალღი არის 10 წლის უმამოდ გაზრდილი ბალღია დედაც მემრე აიგრი დაურია ცხოვრება რამე და ზაფხულია პაპა ნახება ზაფხული და სკოლის პერიოდი მოდისო ბალღმა იფიქრა და ეხლა მე ჩემთან თუ არ მივხედეო არავინ არ მომხედავს მეო ფეხს მე არ მაქვს არაფერი და წავიდე უბედურად სოფელ გაერე ღობე ბარდებში იხეთიალა ლეღვს აგროვის ლეღვი თან ეხლა სათუთი ხილი რო არ არის ნელ-ნელ ალაგებს და ორი ვედრა მააგროვა აბა ტრანსპორტი არა რა უნდა აკეთო ავტომობილები მანქანები რამე რომი არ დადიან და აი გამაყოლეს და ხელის ტაჭკით კაც მიდის ვიღაცა და წნორი ბაზარში იქ გავყიდიო დიდი ბაზარი არისო და გააყოლა ამ კაცს მე ბალღი გზიფული კიდეო რა ანი კიდენაც გამაყოლებენო და კიდე ხო გავყიდიო და იქნება რამემ გამაიარო კიდეო რაღაცაო და წავიდა აბა ჩამოვიდა მადლობა ძიაო რამე და მიიტანა და დაალაგა ეს ორი ვედრა ლეღვი და ეხლა ამაი ვინ დაასწის იქ ვაჭრობა ხალხი აი თვალებით აი ჩემი ტავარი მოვიდა ეს მოვიდა და აბა რა საყიდი შვილო რა საყიდი და ამ იმაში რა საყიდი და შუშა უჯამე აღარა აქვს ბალღელეღვი რა უნდა ყიდო ფერი არა აქვს და დააღურე მინო აერე ერთი ვედრაში ჩადო აერე ადგა და არაფერი არ არის და უცბად ამი ბედზე დაინახა მანქანა ახალი ჟიგული ცელოფნებში და ტაქსი ნიშანია და ზედა ძალიან გაუკვირდა მაგრამ ეტყობა ერთმა გამამიგზავნა ესაო და მივიდა ძიაო ფული არ მაქვს აი ეგეთი რამე მამივიდაო რა ჩემი გამჭირვებიაო აი ეგეთი რამე უბედურობაო სუშა მიჭამე მთელი ლეღვიო ალიკვალი არ ვიცი აქავრობისაო მაინდა გურჯანამდე გადამიყვაო ეგეთ ნორიდან განა რა არისო ფული არ მაქვს მაგრამ იმინიჭი მაინც მაქვს აღმერთმაო რომ 10 წელიწადში რა მოხდება გეტყვიო არაო შვილო მოიდაო კაცო მაგაიკი მეტყვიო მაგრამ მეც აი ოჯახი პური ფული მიიდიძია და ასე იგი დაითანხმა რა და ეხლა ამ კაცმა იფიქრა ბოლო ჩემი შვილი ხელა არისო და მადლ მაინც გავაკეთებო და უბანში კიდე გავებლატავებო მეტყვისო რა მოხდება 10 წლის მემრეო აბა მოიდნენ აქა და ჩამოვიდა ბალღი მადლობა ძიაო ეუბნება ეს ვედრები ჩამაალაგა და მოუკეთა კარები აბა კარგად იყავიო რა სამოშვილო შენ არ მითხარო რომ აი 10 წლის მემრე რა მოხდებაო გეტყვიო სუდამა ვიწყდა ეგა ძიაო ჩაალაგა ვედრები და ეხლა უნდა ავდგე ცოტა მე სულ აი უხდება რა ეს ვედრები გადაალაგა სახლი კარების წინ და აი ახლა უყურე ძიაო მე ახლა შეგვიდი გეტყვიო 10 წლის მემრეო ჩაიხადა შარვალი ებალღა აი ახლა ხო ჭუჭუაო 10 წლის მერე იქნება შენ დედაც და შაბრუნდა აი ეგეთი რაღაცა იყო რა ასე პატარა ბალღი იყო კაცო ერთი თუ ის იქნება თაზო მინდა აქედან ფრიდონაშვილი რო მოვიკითხო ჩვენი ძმა არის და იმისი ექსკლუზივი არის ეს ყველაფერი და მინდა რომ მოკითხვა გაუგზავნო აქედან კი ბატონო გაუგზავნოთ თაზოს მოკითხვა ახლა კი ლუკა მიდის შენ რაღაცა ავტომობილზე სანამ დაიწყებს მამამის ვეტყვი ხოლმე რომ დათო ძიაო მეთქი ლუკა როგორ უყვარს მეთქი არის რომ სულ თხუნავს მანქანა გუბეში გავლა მეთქი და არა შვილო ამაი უფრო კანაოები უყვარსო კანაოები მოყვე შენზე რა სამოკერძო მოიყევი რა ამან ამისმა მამამ იყიდა მანქანა C-კლასი იყიდეს კაცო ეხლა აი გაწყე ბოლო მერსედესია ძმაო მერსედესია კაცო ეხლა და ამაი პროვა არ აქვს ოდა ეს მაინც ეხლა ახალგაზრდა ბიჭია სიხარული აქვს კაცო მანქანისა ოჯახში შემოდის რაღაცა და მამიო მაიტაო ისაო აიო ნომერი ვიყიდიო მეო გაფორმებისასაც გადავიხდიო ნომრისასაც გადავიხდი ფასიანი ნომერი ავიღო თუმე დავაწერე ჭემსახელზე იყო მანქანაო მოყო არ დავდიო რა ჭემსახელზე იყო რასა მოკიდო 200 ლარი ფული არ არის კი ბატონო შვილო რასა რა პრობლემაო ამან კიდე დააწერა ჰევი 999 ჰევი მუსიკოსების ის არის მიმართვა და რამდენი ეხლა ამას არ მეეწონა კაცო ეხლა მე რომელი მუსიკანტი ვარო კაცო და რო გაივლის გამაივლის სულ ყველა ეხუმრება რომ ჰევი რასა ექვია კაცო ვინ არის ბიჟაზე რო გაივლის და დაირივნენ რაღაცაზე და აიო შვილო ეს ეგრე უნდა იყოიო რათა კეთებო ეგრე უნდა იყოიო რამდენჯერ უნდა გითხრაო ანისაო გამაწამა ახსენა ანისაო ჰევი რო დააწერეო ჰევიო როდის იყო ყამიშვა შველებდი შეკარგ შენაო როდის იყო რომელი მუსიკანტი მე ვარო აი ეგეთ ტრეში აგდები
ესა. კარგი, ეს იყო ჩვენი ანეკდოტები, ხო? მეორე რაუნდში. მეორე რაუნდი. ნუ მოკლედ მეორე რაუნდი მინდა ასე რომ ვქნა, გავყოთ ახლა ეს 100 ლარი, რომ დაახალისდეთ ორივე. 50 გიორგს, 50 ლუკს. ანუ ლუკას და გიორგის. და მოემზადოთ გადამწყვეტი მესამე რაუნდისთვის, სადაც უკვე თავისუფალი თემაა და ვიზეც გინდათ, რაზეც გინდათ. თუ გინდათ არ არის აუცილებელი რომ ანეკდოტი მოყვეთ, შეგიძლიათ მოყვეთ რაც თქვენ თვითონ გადაგხდენიათ, ან ნაცნობს, ან ნათესავს, ან მეგობარს, ან ნამდვილი ამბავის მოყოლად შეგიძლიათ. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ნებისმიერი ანეკდოტი ნამდვილი ამბავია და შემდეგ ოდნავ შელამაზებული და ანეკდოტად გადაგიხდა. კარგი, აბა რომელი დაიწყეთ მესამე თემას კი არა და ბოდიში მოსამე რაუნდს. კარგი, აბა დავიწყებ. მიდი. მოკლედ არც თუ ისე ძველი დრო არ არის რა. ბებია და პაპა ეხლა ჯორობა აღარ არის უკვე, ცხენია. უკვე ისეთი ახალი პერიოდია უკვე კახეთში რომ ცხენია რა, ჯორი აღარ არის, ვირი. ანუ უკვე იქ გაიგვა რომ არსებობს ცხენი, ეგეთ ცხოველი. ახალ ეტაპზე გადავიდა უკვე კაცობრიობა. ხო და? ამ ცხენი ტაჭკით მიდიან ახლა სიმინდის ათოხნად, კაცო, თოხნის პერიოდია. გაზაფხულობა მოდის რაღაცა ბალანსი. ანუ სედანიდან რომ ჯიპზე გადახვალ ეგ მომენტი. ეგეთი ვარიანტია. ოკა ჟიგულიდან რომ 0-ზე ვიძე გადმოიდნენ ეგეთი ბάνε. ხო და? მოკლედ ამ ცხენი ტაჭკით მიდიან ხოლმე ეს ბაბუ და პაპა და იქაი თოხნიან სიმით საღამოთი ამოვლენ. ხო და? ამ შვილები კიდე სახში იტოვებენ ხოლმე, კაცო. დედმამა წასულები არიან. შვილებს სახში იტოვებენ ხოლმე, მაგრამ რო აი სახში რაღაცა არ იყო, მაგრამ ვეშმეშოკი, ეგრე ვეძახით, ვეშმეშოკი ქვია რა, ნახშირშიც რომ მიდიოდნენ ხოლმე, აი ეგეთი ისი ხო რა ქვია, მატერია იყო, ჩანთა რაღაცა, საჭმელი ლაგდებოდა. ხო და ამ ვეშმეშოკით საჭმელი მიიქონდათ ხოლმე და ყვავები დატრიალებდნენ ხოლმე და უჭამდნენ ამ საჭმელ ამ ბაბო და პაპაი და მშივრე მოდიოდნენ შუადღის თვე რა ჭამდნენ ვერაფერ კაცო. ამ შვილებს უთხრე რომ უკვე აღარ არიან პატარები. შვილო წამო მაიტაო აიო არც თქვენი გათოხნა გვინდა, არც თქვენი დათესვა გვინდა, არაფერი არ გვინდაო. მაიტაო იქვე ითამაშეთ ხოლმე ვეშმეშოკთან რომ ყვავი არ მიეპარო და არ ჩაჭამოიო, არ ჩაგვიჭამოე საჭმელი. ამათაც სკაში დაუჯდათ რა გევერთობითო, მე არხი პირზე აქ და გავცურამ გამოცურამ თუ რა გევერთობითო რა, მეტი ასაკმე აქვს და. წაეყვნენ და ესე იგი ესენი უკვე შუა პლანში არიან შესულები, თოხნიან და ეს პატრა ბიჭები თამაშობენ, ძმები არიან. ხო და ძალიან უნავარი ბალღები არიან, ძალიან უნავარი და ეს ვეშმეშოკი თავი ღია აქვს. და ყვავი შიგარ ჩავიდა პირდაპირ. ესენი აი ეგრე მიეპარნენ და წაუჯირე თავზე. ყავსა. თხილად ამაიყვანე დაიჭირე რა ეს ყვავი. ბალღებმა. ხო და ეხლა უყურე ამა რა უყო. 23 ასაფეთქებელი ჰქონდათ ახალი წლებიდან შემონახული. ძალიან რო ფეთქდება რა, აი ჯამები რო ისროდა ხოლმე ბალყობაში და ეს ასაფეთქებელი დაამაგრე სამ ყვავს. მოუკიდე და გაუშვე და აქეთკენ წავიდა კაცო ამ ბაბუ და პაპასკენ. და ბაბო რო თავზე გადაუფრინა და ყვა და გახეთქვაო, ამან კიდე მიაწყევლა და მართლა უშო და არ გასკდა ეყვავი კაცო და ამ პაპამ აი ეგრე თოხი დააგდო და მოიხედა ეგრე და დედა კაცო მეორედ აღარ დამწყევლო თორე დედას სოდეო ამიხდება რა. კარგი, აბა გიორგი შენ გესმენ. თავისუფალი თემა ოღონდ ეხლა უყურე როგორი ამბავია, ეს ვისი მოყოლილიც არის? ერთი პირობით მოგაყოლინებ ამ ანეკდოტსაო. თუ იტყვიო რომ ვისიც არისო რა, ვისიც არ დონა ვახსენო, გიორგი მინდა ისევ და ისევ. ჯვარაშვილი, მოვიკითხო აქედან, გენაცვალე გულში, პატარაო. რა ვქნა ძალიან მიყვარს ჩემი კახეთი, ისევ კახელებს უნდა მოყვე ეხლა და. კახეთის ერთ-ერთ სოფელში არა, კაცი ცხოვრობს. ხო და 47-მდე, 6-მდე აირე რა და დაყავ გამოთხოვილი კიდე 1-4 სოფლი დაკეთ. და უცბად ეხლა ამ ოჯახში, დის ოჯახში. იმაი არ ცოლი ყავდა, არ შვილი, მაშინ დედამისს თვითონ დარჩნენ და მოურია ძაღლია ეგეთი. ხო და ჩოჩორი ყავდა კიდე 100-ია. დაურეკე რომ ჩქარა გამოდიო.
შენი ძმაო, მე მგონიო კვდებაო, არ ვიცი თუ რა ხდებაო, გადავარდაო აიგრეო, გაშაებულიო და მამაო თანაც კი დარეკილი გვაქვს, უკვე რომ მოვიდე ეს კაციცო, არ ვიცი თუ რა გვეშველებაო, როგორ ვართო და აბა გაცვიდნენ, ჰაი ხარა რომ სასწრაფოც და ესენის თავი ხმარს უთხრა ჩემი ძმა ეგეთი ამბავია რამე რომე და ერთი პატარა ბიჭი ჩაავლე ხელი და აბა მივიდნენ და ეხლა რომ მივიდნენ უკვე ეს სიტუაცია დაეხვდათ რა როგორი სიტუაცია დაეხვდათ რომ ეგ კაცი ტახტზე წევს აიგრე წევს და მამა უკვე წევს უგებს კაცო რა ვიცი აი გაშავებული წევს რაღაცა ისა და უცებ გაახილა თვალები ეგ კაცმა შუა ამბავში აბა ესენიც უკვე რამის ტირიან ხავენ გაახილა თვალები ეგ კაცმა და აი მიიხედა მაიხედა წამოდგა ერთი წუთითო აი რა გააკეთა ადგა და გავიდა გარეთ და თორმე რაშია საქმე კაცო არაფერიც არ აკვდება ჯიგარი მივიდა და სოფელში ეხლა ის ჩეჩმა რა სოფელი ჩეჩმა საპირფარეშოში აიგრე სასაცილო ბალახის ბიჩოკი სიგარეტი გამოაძრო ეს მარიხუანა მიიღო დაიმატა ჯიგარმა ზევიდანა და ჩააქრო იქ ყველაფერი სიტუაცია ესენი შოკში არიან რა ხდება რაღაცა და მივიდა თორმე მაგარ კაიფშია კაცო გაგლეჯილი აერე წამოწვა ხელები ამაიდო თავქებში მამაოს აიხედა და ეხლა განაგრძე ბიძიაო აერე დაუზახა აი შეო პატრონო შენაო აბე ეხლა აკედანო თუ თავში გიწია ესისაო კარგი იქნებოდა რომ მეგრული ფუტბოლელი ქონოდათ ნაჭამი უფრო ცხარი ანეკდოტები იქნებოდა მაგრამ არა უშავს რაც იყო ისიც კარგი იყო მშვენიერი კარგი იყო და მით უმეტეს მე ვიცი რომ გიორგი შენ სიმღერას გვიმღერებ და უფრო კარგ ხასიათზე რომ ვიმღერო სიმღერას გეტყვი რომ საბოლოო ჯამში შენ დაგჭა 200 ლარი 150 ლარი დარჩა ლუკას ანუ ამ რაუნდშიც ყოფ შუაზე თანხას 100 ლარი შენ 100 ლარი ესე იგი ლუკას ანუ შენ სულ 200 და რო ვალმივცემ აღარ ეწყინება და ერთნაირად დავრჩება ეგ არის ხო რა 200 ამაი დარჩა მე კი არა მე წარმოშობით მარტო იმერელი და მარტო კახელი და მარტო ის კი არა ვარ მათემატიკოსიც ვარ და ზუსტად გავთვალე ეს ყველაფერი და ამიტომაც ვქენი ასე ძალიან კარგი მე ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო უკვე გემშვიდობებით გადაცემა პირადად გადაცემა გემშვიდობებად ერთი კვირით მე რამდენი ხნით არ ვიცი მანამდე კი სტუდიაში გიტოვებთ გიორგი ფეიქრიშვილს აბა ხო გიორგი ფარფადა ჩემო უნამდრედო მოსაიდუმლებ ჩემო იმედო შენი გულის დარდებს ხოლო შენგან ხოლო შენი იცი ვისთვისაც დარადო გაფრინდი გაშალე ფარფადა ფდები და გადაიფრინეს ვიდანთები თურფას მიუდანე წერი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი გაფრინდი გაშალე ფარფადა ფდები და გადაიფრინეს ვიდანთები თურფას მიუდანე წერი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი აგენი ჩემი ფულის თორს ოქროს თუ არ ესთხოვე მიგასწავლის გზას თუ დაგეღლებიან ფრენაში ბრთები შეგეშველებიან სადვარ სულავები გაფრინდი გაშალე ფარფადა ფდები და გადაიფრინეს ვიდანთები თურფას მიუდანე წერი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი გაფრინდი გაშალე ფარფადა ფდები და გადაიფრინეს ვიდანთები თურფას მიუდანე წერი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი
გაშალე ფარფადაფთები და გადაიფრინეს წვები და მთები თურფას მიუდანე წერილი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი გაფრინდი გაშალე ფარფადაფთები და გადაიფრინეს წვები და მთები თურფას მიუდანე წერილი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი გაფრინდი გაშალე ფარფადაფთები და გადაიფრინეს წვები და მთები თურფას მიუდანე წერილი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი გაფრინდი გაშალე ფარფადაფთები და გადაიფრინეს წვები და მთები თურფას მიუდანე წერილი ჩემი უთხარი რომ მხოლოდ მასველი